მადლობთ მოწვევისთვის მივესალმები მაყურებელს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მათ შორის ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო გუშინ დიდმა ბრიტანეთმა, უნდა განვიხილოთ კონტექსტში, ხო, ზოგადად, რომელშიც დღეს ეს რეჟიმი არსებობს, იმიტომ რომ მე მსურს, რომ პირველ რიგში პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, განაცხადი ამ სანქციის რა არის, რომ დღეს დღევანდელი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების პროპაგანდისტული არხები ატარებენ რუსულ ინტერესებს, ანუ ემსახურებიან რუსულ დღის წესრიგს და მე მსურს, რომ ყველას შევახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი არის უკვე სანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, სწორედ ასევე რუსული ინტერესების გატარებისთვის. ანუ ეს არის გაგრძელება, შეიძლება ითქვას, აი რაღაცა ტენდენციის, რომ რაიმე სხვისთვის კი არ ხდება დღეს ივანიშვილის რეჟიმის, თვითონ ივანიშვილი იქნება თუ მისი პროპაგანდისტების სანქცირება, არამედ ძალიან კონკრეტულად ხდება სანქცირება სწორედ რუსული ინტერესების გატარებისთვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ივანიშვილი საკმაოდ ბევრ რესურსებს ხარჯავს იმაზე, რომ გადაიხედოს მის მიმართ დაწესებული სანქციები. ვხედავთ, რომ გასული თვეების მანძილზე ძალიან აქტიურად ცდილობს ეს ხელისუფლება შექმნას რაღაცა ესეთი ოპტიკა, რომ თითქოს საერთაშორისო იზოლაციიდან მათ რაღაცა გამოსვლის შანსები აქვთ და აი ამ კონტექსტში, როდესაც დამატებითი სანქციები ეკისრება იმ პირდაპირ, ასე ვთქვათ, მთავარ მართვის საშუალებას, მე ვიტყოდი ყოველ შემთხვევაში საზოგადოებრივ ასრად შეეხება როგორც არის მათი პროპაგანდისტული მედია და რუსული ინტერესების გატარებისთვის, ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო ნათელს ხდის, კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეს ხელისუფლება ემსახურება რუსეთის ინტერესებს. რაც მე არ ვახლა ამ საკითხის სპეციალისტი, როგორ მუშაობს ზოგადად სანქციები, ეს არ არის ახლა ჩემი ექსპერტიზის სფერო, თუმცა რაც მესმის სპეციალისტებისგან ბრიტანული այս სანქციები, რომელიც დაუწესდა ამ ორ პროპაგანდის მაუწყებელს, უფრო რთულია, ვიდრე მაგალითად ამერიკის სახელმწიფო ხაზინის სანქციები, რაც აქვს მაგალითად ივანიშვილს. ასე არის თუ არა ეს რა გამოცდილება არსებობს ბრიტანული სანქციების? სანქციები ზოგადად ძალიან რთული თემაა და ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ამის სიღრმისეული ექსპერტიზა, თუმცა მე როგორც მესმის მთავარი განსხვავება რაც არის ის, რომ თუ ამერიკული სანქციების შემთხვევაში დარღვევაში თუ არის ეჭვმიტანილი, მაგალითად სანქცირებულ პირთან ბიზნეს ურთიერთობების დამყარებაში, რომელიმე სუბიექტი თუ იურიდიული პირი, მათთან მიმართებაში უნდა იქნას მიღებული ასევე სანქციები იმისთვის, რომ შეიზღუდოს მათი საქმიანობა. მე როგორც ხვდები, ბრიტანული სანქციების შემთხვევაში პირდაპირი აღსრულება ხდება, ანუ მარტივად რო ვთქვათ, სანქციების ქვეშ მოქცეულ შესაბამის სუბიექტთან ურთიერთობებში შესვლა საქმიან ურთიერთობებში, მაგალითად ფინანსურ ურთიერთობებში შესვლა ნიშნავს იმას, რომ თქვენ უკვე ითვლებით სამართალ დამრღვევად, ასე ვთქვათ, ბრიტანეთისთვის ავტომატურად განხილვების და დამატებითი ფიქრის გარეშე. პასუხისმგებლობის დაკისრება სანქცირებულ სუბიექტთან ბიზნეს თუ საქმიან ურთიერთობებში შესვლას რაც შეეხება ბრიტანულ სისტემაში, როგორც ჩანს ეს პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მარტივად დგება და ეს არის სწორედ განსხვავება, ნუ განსაკუთრებით, რა თქმა უნდა გამოიყოს ის როლი, რასაც თამაშობს ზოგადად დიდი ბრიტანეთი, მართალია ამ ხელისუფლების წარმომადგენლები, ესე იგი, გვპირდებიან, რომ დღეს თუ არა ხვალ იშლება, ესე იგი, გაერთიანებული სამეფო და ძალიან ბევრი სისულელე მომისმინეთ, სამარცხვინო, მე ვიტყოდი განცხადებები, მაგრამ რეალობა ის არის, რომ მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში ყველაზე გავლენიანი ერთ-ერთი მოთამაშე არის სწორედ დიდი ბრიტანეთი, ამიტომ მათ მიერ სანქცირება ამ თუ იმ სუბიექტის ცხადია, რომ იწვევს გლობალურ შედეგებს, ანუ ეს არ არის მხოლოდ ლოკალიზირებული შედეგები და აქვე ერთ რამეს ვიტყვი, რომ ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც ჯერჯერობით ევროკავშირის მიერ არ არის სანქცირებული ფინანსურ სანქციებს გულისხმობ რეჟიმი და მათი წარმომადგენლები, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩამოკიდებული ერთი სახელმწიფოს პოზიციაზე, უნგრეთზე, იმიტომ რომ ფაქტიურად პოლიტიკური კონსენსუსი ევროკავშირში დღეს არსებობს ამასთან დაკავშირებით და უნგრეთშიც შესაძლოა ძალიან მალე იყოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები. ამიტომ ზოგადად ეს ტენდენცია, რომ სანქციების რეჟიმი იზრდება, მკაცრდება, მაშინ როდესაც ივანიშვილის ცალსახა მოთხოვნა საკუთარ ამ წარმომადგენლებთან არის, რომ ყველაფერი გააკეთონ, რომ მას სანქციები გაუუქმდეს,
ეს არის რა თქმა უნდა ძალიან შემაშფოთებელი და სახიფათო ტენდენცია რეჟიმისთვის და ამიტომ ნახეთ ჩვენ ეს აბსოლუტურად ისტერიული, არაადეკვატური და სამარცხვინო, ასე ვთქვათ, გამოხმაურებები, რასაც ვისმენთ ორი დღეა ხელისუფლების წარმომადგენლებს. რის საფუძველზე ამშვიდებს კობახიძე იმედისა და პოსტების თანამშრომლებს, როდესაც დღეს ამბობს, რომ ხა ეს სანქციები არ იმუშავებს და ზოგადად გასაგებია ხა ეს რიტორიკა ასეც იქნებოდა, მაგრამ არსებობს თუ არა რაიმე საფუძველი მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი დღეს ქვეყანაში ყველაფერს აკონტროლებს და არ ექნება იმის პრობლემა, რომ თავის მორჩილ ბიზნესმენებს მაგალითად ეგრეთ წოდებული ქეში შეაგროვებინოს და მიატანინოს იმეჯი და ასე დაურიგოს თავის მორჩილ საზოგადოებას რაღაცა ტიპის ანაზღაურება, მაგრამ ეს არის ის რითიც ამშვიდებს კობახიძე, აი მაქსიმუმი რა შეუძლია გააკეთოს ამ პირობებში რეჟიმს. მაქსიმუმი რაც მათ შეუძლიათ რომ გააკეთონ არის ის, რომ ფაქტიურად არალეგალური, ასე ვთქვათ, საქმიანობის რეჟიმში გადავიდეს. ხო, ეს ტელევიზია და მე ახლა ზუსტად არ ვიცი ეს როგორ არის შესაძლებელი, ანუ როგორ არის შესაძლებელი, რომ ნებისმიერმა ტელევიზიამ ან ბიზნესმა, რომელსაც არ აქვს წვდომა, ხო, ასე ვთქვათ, იმ ინსტრუმენტებზე, რომლითაც ბიზნესი იმართება, იქნება ეს საბანკო ანგარიშები, იქნება ეს კონტრაქტების გაფორმების შესაძლებლობა, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ბიზნესებთან თუ ასე შემდეგ, როგორ შეიძლება რომ ფუნქციონირება გააგრძელოს, მე რთულად წარმომიდგენია, მაგრამ აქ მაინც მთავარი ჩემი აზრით, მე არ ვიცი იმედი ხვალ დაიხურება თუ არ დაიხურება, ეს მოლოდინი არ მაქვს სიმართლე რო გითხრათ, რომ ეხა ხვალ გაქრება, არ ვიცი, მაგრამ აქ არის მთავარი, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მტკივნეული არის რეჟიმისთვის რა, ერთი რომ მათ ხო რეალურად აი ამ პროპაგანდისტული საშუალების გარდა რეალურად მართვის მთავარი ბერკეტი არის მათთვის ეს და ამ მართვის მთავარ ბერკეტს, რასაც ქვია პროპაგანდა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია, ექნება ძალიან სერიოზული გამოწვევები ფუნქციონირებაში. ეს არის ერთი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად სტიგმატიზირება, რომელიც ამას მოყვება, ხო? იმიტომ რომ ეს ხელისუფლება, რომელიც არ ვიცი, ხვალ უნდა რომ რაღაცა კანონის ძალით აიძულოს მოქალაქეები, რომ გამოაცხადოს, რომ აღიარებს ლეგიტიმურობას ამ რეჟიმის. ანუ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორც ჩანს, მათ შორის, ასე ვთქვათ, აი ეს ჩარჩო, რომელშიც ისინი არიან მოქცეული, ამ პირობებში, როდესაც მათი მთავარი პროპაგანდისტული საშუალებები არის ფაქტიურად კანონგარეშე მდგომარეობაში გადაყვანილი ამ სანქციების შედეგად, ეს რა თქმა უნდა არის პრაქტიკული და ასე ვთქვათ, უშუალო შედეგების გარდა, ასევე ძალიან დიდი პოლიტიკური და მორალური დარტყმა ამ რეჟიმზე და რეჟიმის საყრდენებზე. ის რომ ეს ორი არხი დასანქცირდა, ნიშნავს თუ არა, რომ ვინც არის მისი ფაქტობრივი მმართველი, იდეოლოგი საქართველოში ივანიშვილი ქვეყნის გარეთ კრემლი, ხომ? აი ამ ხაზს შეიძლება უფრო სწრაფად გაყვეს ბრიტანეთის მთავრობა და მივიდეს ივანიშვილის სანქცირებამდე, რის შესახებაც ჩვენ დიდი ხანია გვესმის წინასწარი ანონსი. ну, საერთაშორისო რაღაცა, ასე ვთქვათ, ურთიერთობების კონტექსტში სანქციები, რომელიც არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საგარეო პოლიტიკის წარმოების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ითვლება, რომ არის ერთ-ერთი უკანასკნელი ზომა, რომელიც შენ შეიძლება რომ აამუშავო შესაბამისი მიზნების მისაღწევად, ხო? იმიტომ რომ ძალიან გულწრფელად რო ვთქვათ, სანქციების ამუშავების შემდეგ ბევრი რამ არსენალში აღარ რჩება, ასე ვთქვათ, ამა თუ იმ სახელმწიფოს და სანქციების ეფექტი არის როგორც წესი არა მყისიერი, არამედ ამასაც თავისი დრო სჭირდება, რომ შედეგი მოიტანოს. ამიტომ მე არ მეგვერს ის, რომ ზოგადად ჩვენ ვხედავთ, იმიტომ რომ ხშირად თქვენს ალბათ მოქალაქეებსაც უჩნდებათ ეს შეკითხვა და ბევრი ადამიანი მეკითხება, რატო იკავებენ თავს, ასე ვთქვათ, რატო ბოლომდე არ მიდის ეს სანქციების რეჟიმის ამუშავება. ამაზე პასუხი არის მარტივი, რომ ეს არის ბოლო, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ზომა და ამიტომ ნაბიჯ უახლოვდებიან ამ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ზოგადად, როდესაც აი ამ ტენდენციას, ასე ვთქვათ, ეს არის მნიშვნელოვანი ტენდენცია, ხო, რომელიც ამუშავდა დიდი ბრიტანეთის მხრიდან და ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის ძალიან სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერაა დიდ ბრიტანეთში ჩვენ მუდმივად გვესმის მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებული ასე ვთქვათ შეკითხვები, პოლიტიკური ნება აშკარად იკვეთება, რომ უფრო ქმედითად ამუშავდეს ივანიშვილზე ზეწოლა და ფინანსური სანქციების გზით და ვფიქრობ, რომ ეს არის ტენდენცია, რომელიც გაიზრდება თუ
თუ რა თქმა უნდა გაგრძელდება ის პოლიტიკა, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში და ეს ძალიან კარგად იციან მათ შორის ივანიშვილის გარემოცვის წევრებმა და იციან შედეგები, რომელიც ამ სანქციებს მოყვება, ამიტომ არ მიგვერს მე ის რომ ჩაეხსნა, ასე ვთქვათ, ამ სანქცირებულ უკვე მედია საშუალებას, მაგალითად რუხაძე და კიდევ სხვები, რომლებიც დღეს გავიგეთ, ასე ვთქვათ, გარბიან უკვე ამ ჩაძირვის პროცესში მყოფი გემიდან, იმიტომ რომ მათთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ნათელია რა შედეგი მოყვება ფინანსურად მათთვის უშუალოდ ასოცირებას სანქცირებულ ტელეკომპანიასთან. და ფინალში რა ვთქვათ, ქალბატონ სალომე, ეს არის თუ არა მაინც მოსალოდნელზე დიდი მეტი დარტყმა ქართულ ოცნებაზე, რეჟიმზე, ოლიგარქზე და ფაქტობრივად ძალიან ძლიერი დარტყმა, რომლის მიღმაც შეიძლება და ყოფილიყო თვითონ ოლიგარქის სანქცირება. ეს არის ძალიან ძლიერი დარტყმა ჩემი აზრით. პირველ რიგში მიზეზით სწორად, რომ პროპაგანდა ძალიან ცენტრალურ როლს თამაშობს ამ ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკაში, ეს ერთი და მეორე, ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ აჩვენებს საზოგადოებას, რომ თუ მათ მოტყუებას ცდილობდა ივანიშვილი მთელი ეს წლები იმით, განსაკუთრებით ბოლო წლის მანძილზე, რომ ნუ აი შეეგუება საერთაშორისო თანამეგობრობა იმ ფაქტიურ მდგომარეობას, რაც ქვეყანაში არის, რომ კი მე მივითვისე ძალაუფლება არჩევნების გაყალბების გზით, გავაუქმე კონსტიტუცია ფაქტიურად, როდესაც უარი თქვი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაგრამ მე ვარ ამ ქვეყნის მართველი და ამას მიიღებს ადრე თუ გვიან დასავლეთი, როგორც ნორმალურ, ასე ვთქვათ, ვითარებას, რომ ხო ამ ქვეყანაში არ არის დემოკრატია, მაგრამ ლეგიტიმური მართველი არის ივანიშვილი და მისი რეჟიმი და ეს მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. და როდესაც ამის საპირისპირო პროცესი მიდის და ეს სანქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ასე ვთქვათ, გასაბათილებლად აი ამ ცრუ პროპაგანდის და ცრუ მოლოდინების, რომელსაც მათ შორის პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს უქმნის რეჟიმი, მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა რეჟიმზე. გაუჭირდება უფრო და უფრო მეტად ოლიგარქს, მის ხელქვეითებს, გაუჭირდებათ მათაც, ვინც სამსახურში არიან, აი მე რამდენიმე თვის წინ სხვა შორის პოლონეთის საზღვარზე რიგითმა მესაზღვრემ, რომ ნახა ჩემი ჟურნალისტის საბუთი მკითხა ხომ არ თანამშრომლობთ ქართულ ოცნებასთან, საქართველოს ხელისუფლებასთან. ეს ძალიან ხშირად დასმული კითხვა იქნება ამის შემდეგ ჟურნალისტებისთვის და მათთვის პრობლემა, ვინც იყო რუსული პროპაგანდის და რჩება სამსახურში. თავარი პოლიტიკური ამბავი რა არის, ხო? ივანიშვილს ხორაზე ქონდა გათვლა, რომ რუსეთი ძალიან სწრაფად დაამარცხებდა უკრაინას, რომ კიევის თავზე რუსული დროშა ძალიან სწრაფად აფრიალდებოდა. ამიტომ ისინი ძალიან ღიად დადგნენ რუსეთის მხარეს ამ ომში, ეს ყველას კარგად გვახსოვს, თუმცა ეს მოლოდინები ასე ვთქვათ, არ გამართლდა. მე გვახსოვს, როგორ მოუთმენლად ელოდებოდნენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შესაძლებელი იქნებოდა ასევე, რომ უკრაინისთვის არასასურველად სწრაფად დასრულებულიყო ეს ომი და კიდევ ერთხელ ივანიშვილს გამოეცხადებინა, რომ აი ის სწორ რაღაცა თამაში თამაშობდა და ყველაფერი მიდის საპირისპიროთ. ანუ უკრაინა აგრძელებს წინააღმდეგობას, ევროპა ძალიან სწრაფად გადაეწყობა იმისთვის, რომ გაუმკლავდეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და სიმართლე რომ გითხრათ, რუსეთმა ჯერჯერობით ვერაფერი ვერ მიიღო ტრამპის ადმინისტრაციისგან, ვისი მოლოდინის ჰქონდათ. ამიტომ ძალიან სწრაფად იშლება ყველანაირი პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, საფუძველი ივანიშვილისთვის, რომ გააგრძელოს ხალხის მოტყუება, რომ მას რაიმე გეოპოლიტიკური გათვლა ჰქონდა, როდესაც ამ ქვეყანაში გააუქმა დემოკრატია და წაგვართვა ჩვენ ევროპაში გაწევრიანების, ევროკავშირში გაწევრიანების შანსი.